looking at me, now go ahead and move that body. მოგესალმებით, ჩვენ ვართ MMA-ის კლუბი Warriors. Warriors თბილისი არის MMA-ის კლუბი, რომელიც 7 წელზე მეტი არსებობს. მოგეხსენებათ, გრეპლინგი MMA-ის შემადგენელი ნაწილია და ეს სპორტი ჩვენი უცხო არ არის. მეც MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი ვარ, რეკორდი მაქვს 10-2-ზე და გრეპლინგში მაქვს იასამნისფერი ქამარი. ჩემად გამარჯვებაში რამოდენიმე ბრძოლა საბმიშენით მაქვს დამთავრებული მახვეშაბელა იგეთ. გამას დატამით ჩემთვის უცხო არ არის, ერთხელ უკვე მიჭედავია სუპერ ფაიტში და ასევე გამას გრან-პრიში მაქვს მონაწილეობა მიღებული. გუნდი, რომელიც შეჯიბრძე იასპარეზებს, სრულად არის დაკომპლექტებული MMA-ის პროფესიონალი მებრძოლებით. ჩემი გუნდის ერთ-ერთი წევრი არის ნიკა ნიკოლაშვილი, რომელიც არის საქართველოს მრავლობის ჩემპიონი. შემდეგი წევრი გახლავთ თაზო ბოჭორიშვილი, რომელიც არის გამოცდილი MMA-ის მებრძოლი რეკორდით 11-5-ზე. ასევე არის AGP-ის პრიზიორი და იასამნისფერი ქამარი. ასევე გამოცდილი MMA-ის მებრძოლია ჩემი შემდეგი გუნდის წევრი ზური ფირცხელიანი, რომელიც არის საქართველოს მრავლობის ჩემპიონი გრეპლინგში და პრო რეკორდი აქვს 8-3-ზე. მანუ ჩაკოშილავა გახლავთ Max Fight-ის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი უშუ სანდაში. რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს, ისინი MMA-ის მებრძოლები არიან. ეს ორივეს მხრიდან ძალიან აგრესიულ სტილს მოგცემს. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ხედა თავის დაზოგვას და რა თქმა უნდა არც ისინი დაზოგავენ თავის თავს. რაც შეეხება გუნდ უჭიდაობას, აქ სტრატეგია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ არ ვიცით მონეტა ის ხარისავარდება, მაგრამ ორივე შემთხვევაში დალაგებული და გააზრებული გვაქვს ვინ როგორ და როდის უნდა ვიჭიდაოთ. ჩვენ ვაპირებთ რომ ეს შეჯიბრი მოვიგოთ, რა თქმა უნდა, არა მარტო ეს, შემდეგი შეჯიბრებიც. ჩვენი ყოველი გამარჯვება კი აწყვნება კოტიკო ჩაჩავას ხსოვნას ჩვენი კლუბის დამფუძნებელს. მოგესალმებით, მე ვარ იმრან მამედოვი, მარნეული MMA თემის წარმომადგენელი. ჩვენი გუნდი შეიქმნა 3-4 წელია სავარაუდოდ. ვარჯიშობთ როგორც MMA-ს, ასევე გრეპლინგში და შეჯიბრებებიც გავდივართ MMA-ზეც და გრეპლინგზეც. გვაქვს წარმატებები როგორც MMA-ში, ასევე გრეპლინგში, საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს მოგებული, ასევე MMA-ში გვაქვს ბევრი შეჯიბრებებზე მოგებული. ჩვენი მწვრთნელი და გუნდის წევრი რამილ ელჩიევი ახლას პროფესიონალურ MMA-ში ჩხუბობს და აქვს ბევრი წარმატებები. მე ვარჯიშობ პატარობიდან, დავიწყე ჯერ ძიუდოთი, შემდეგ 15 წელს გადმოვედი MMA-ში. მაქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი რამოდენიმეჯერ, ასევე პრიზიორიც გავხდი საქართველოს ჩემპიონატში, MMA-ში ჯერ არ ვჩხუბობ. ქამარი ჯიუ-ჯიტსუში არ მაქვს, რადგან MMA-ით ვარ დაკავებული ძირითადად და მოგეხსენებათ მოვიგიჭიდაობაში ქამრები არ არის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდი დაკავებულია ძირითადად MMA-ით, ამიტომაც არ ვართ სუფთა გრეპლერები და როგორც ვიცით, ჩვენი მოწინააღმდეგეებიც პროფესიონალური MMA-ის მებრძოლები არიან და არც ისინი არ არიან სუფთა გრეპლერები, ამიტომაც ძალიან ბევრი პარტიაში ჩახუტება არ იქნება, უფრო გრდებები, ბევრი კონტროლი უფრო დაძაბული ჭიდაობები იქნება. ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა გუნდის წევრი არის ელვინ ბინნათოვი. ელვინ ბინნათოვი არის იყო დაკავებული ძირითადად თავისუფალი ჭიდაობით, ახლა გადმოვიდა MMA-ში და გადის გრეპლინგის შეჯიბრებზეც. ჩვენ გუნდში ასევე არის ნაზიმ ჩერპანოვი, ისიც ძალიან დიდი ხანია არის დაკავებული გრეპლინგით. ჩხუბობს MMA-ის, მონაწილეობს გრეპლინგის სხვადასხვა შეჯიბრებებზე, აქვს ძალიან ბევრი მიღწევები და ძალიან გამოცდილი სპორტსმენია. ასევე ჩვენ გუნდში არის ვიაჩესლავ კოპოტი, სლავა. ისიც ბაზა აქვს თავისუფალი ჭიდაობა, ის იყო უკრაინის ჩემპიონი რამოდენიმეჯერ. ბოლო დროს გადმოვიდა გრეპლინგში, საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, სხვადასხვა ტურნირებში მოიგო, ასევე ისიც არის ძალიან წარმატებული გრეპლერი. ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილი მებრძოლი არის რამილ ელჩიევი, იგი არის 44 წლის, იგი დაკავებულია MMA-ით, ასევე გრეპლინგით, აქვს ჩატარებული 20-ზე მეტი პროფესიონალური ბრძოლა.
და ძალიან ბევრი მოგებები აქვს ამ ბრძოლებში. ჩვენ გავიცანით ჩვენი მოწინააღმდეგეები, უყურეთ მათ ბრძოლებს, უყურეთ მათ ჭიდაობებს, ასევე მე მოწინააღმდეგე ჯგუფიდან ზურაფ ერცხელიანთან მაქვს ნაჭიდავები და ასე თუ ისე ვიცნობ იმის ჭიდაობის სტილს. მსგავსი ჭიდაობის სტილები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი ტექნიკა უკეთესია იმათზე და მოვიგებთ. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენ მებრძოლების გამოყვანას ვფიქრობთ მოწინააღმდეგე რას გააკეთებს ჩვენ იმის მიხედვით უკვე გამოვიყვანთ ჩვენი მებრძოლებს, მაგრამ ყველას უკვე გვაქვს ჩვენი მოწინააღმდეგე არჩეული, ვისთან სურს ჭიდაობა და ვისაც ჩვენ გუნდიდან ყველას ჯერა რომ ვის დაამარცხებს მოწინააღმდეგე ჯგუფიდან და ავარჩიეთ ჩვენი მოწინააღმდეგე უკვე, მაგრამ სიურპრიზით შეიძლება მოხდეს.